ასწორდა როგორც ვიცი ტექნიკურად ვებგვერდიც, რომელზეც ჰაკერული თავდასხმა იყო, გითხარით მეტი, რას ვიგებთ დღეს აი ახლა პლატფორმაზე რომ შევიდეთ, აღმოფხრილია თუ არა ეს ჰაკერული თავდასხმა და რას უკავშირებთ? პირველ რიგში კი ყველაფერი ტექნიკურად უკვე გამართულია და ის პრობლემები და ხარვეზები აღარ გვაქვს რაც იყო. ზუსტად პირველ საათზე, როდესაც ჩვენ დაანონსებული ქონდა, რომ გამოქვეყნდებოდა იმ კომპანიების სია, რომლებზეც საზოგადოებას აინტერესებს პოზიცია უერთდებიან თუ არა თავისუფალი ბიზნესის განცხადებას, უნდა დაგვედო, დავდეთ ზუსტად პირველ საათზე და შემდეგ უკვე ველოდებოდით, რომ ხალხი ნახავდა ამ იმას, მაგრამ ზუსტად მაგ მომენტში დაიწყო ეს შეტევა, იყო ბოტების და ტექნიკური ესეთი ჰიბრიდული შეტევა. მალევე აღმოფხვრით და საიტი არის ისევ მუშა რეჟიმში და გვიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია უერთდება ამ განცხადებას. უბრალოდ აქ მინდა დავაზუსტო თვითონ პლატფორმის იდეა და მისი პათოსიც. ეს პლატფორმა არის ბიზნეს პლატფორმა. ეს არის ბიზნესების ხმა და მთლიანად აქცენტი არის მომავალ ნაბიჯებზე, სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი მიაჩნია იმ ბიზნესებს, რომლებიც უერთდებიან, რომ ქვეყანაში მოხდეს დეესკალაცია და სიტუაცია არ გადაიზარდოს მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში. გასაგებია, აი მარტო ბიზნეს ინტერესიდან, საკუთარი ფინანსური ინტერესიდან, ბიზნეს ინტერესიდან რომ შეხედოს ნებისმიერმა კომპანიამ, მისთვის მომავალი არ არის უბრალოდ ქვეყანაში, სადაც ისეთი პოლიტიკური კრიზისია, რომ ქვეყანას ითრევს და ითრევს ისეთ ეკონომიკურ შედეგებში, სადაც ამ ბიზნეს არსებობა არ არსებობის პრობლემა უდგას. ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ გაქვთ უარებიც, ხომ? აი ეს მექანიზმი რომ აუხსნათ საზოგადოებას. როგორ მუშაობს ეს დავაზუსტო, დავსვამ კითხვას თუ შეიძლება. ანუ თქვენ გაქვთ კომპანიათა ჩამონათვალი, რომელიც ემხრობა ამ კრიზისიდან გამოსვლას, ითხოვს ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდგომ მდუმარე ბიზნესებს არ აძლევთ, ასე ვთქვათ, ფუფუნების უფლებას, კითხვას უსვამთ, ხომ? თქვენ რომელ მხარეს ხართ, რას აპირებთ? ამის შემდგომ იღებთ უარს ან სიჩუმეს? აი ეს რომ განგვიმარტოთ კლავ. სანამ ეძიებით მოკლედ ამ კომპანიებს. კი ბატონო, პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ჩვენ არ ვეძიებით, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უბრალოდ სტატუს კოს აღვიძხავთ. ეს არის პლატფორმა, ჩვენ არ ვართ რომელიმე მხარე, ჩვენ უბრალოდ ვართ, ასე ვთქვათ, მემატიანესავით, რომელიც აღწერს რა ხდება და კითხვასაც უსვამს საზოგადოება. ანუ ჩვენ გვაქვს ცალკე ფუნქციონალი, სადაც ხალხი ითხოვს, რომელი კომპანიის პოზიციის დაფიქსირება უნდათ. პოზიციის დაფიქსირება სავალდებულო რა არასოდეს არ არის. ყოველთვის შეიძლება რომ პოზიცია არ დააფიქსიროს კონკრეტულმა მხარემ. ამიტომ ზუსტად აქვს ჩვენ პლატფორმას სამი განყოფილება, რომელიც არის რომ შეუერთდა, არ გამოხატა პოზიცია, ან გამოხატა და ალტერნატიულ გზას ხედავს კრიზისიდან გამოსასვლელს და ან საერთოდ არ თვლის რომ კრიზისი არსებობს, ხომ? აი ეს ესეთია რა, სამი განყოფილება გვაქვს. მომხრეები არ დააფიქსირა პოზიცია და ვინც ან ალტერნატიული პოზიცია დააფიქსირა, ან საერთოდ არ შეუერთდა, იმიტომ რომ არ თვლის რომ ის რასაც ჩვენ ვამბობთ რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ პრობლემებში, ის არ თვლის რომ შეიძლება გადაიზარდოს და შეიძლება თვლის რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. ჯერ ამ კატეგორიაში არ ყავს არც ერთი კომპანია, რომელიც ან ალტერნატიულ გზას აფიქსირებს, ან უარს ამბობს. ჯერჯერობით კომპანიები 1200-ზე მეტი კომპანია ყავს უკვე ვერიფიცირებული, ვინც ემხრობა, 1100 კომპანიაზე მეტი ყავს, ვინც ახლა გადის ვერიფიკაციის პროცესს და ანუ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2300 კომპანიამდე ემხრობა უბრალოდ ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ უფლებამოსილი პირების მიერ იყო ეს განცხადება გაკეთებული და ეხლა 30 კომპანიის სია დავდეთ, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო შემოსული საზოგადოების მხრიდან, რომ აინტერესებთ მათი პოზიცია, რომელიც შეიძლება იყოს პოზიციის არ გაცხადება.
გასაგებია. მაგრამ სიაში, რომლებიც ემხრობიან ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას, მსხვილი ბიზნესები არიან, საკმაოდ კარგად ცნობილი, ასე ვთქვათ, კომპანიები საზოგადოებისთვის. ჩემთვის მე წინა შეხვედრაზე თქვენთან აღვნიშნე, როგორც მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე ვის ვუხდი ფულს, ანუ რა კომპანიაში ვხარჯავ მე ჩემს თანხას, რა პოზიცია აქვს მას ასეთ კრიტიკულ მომენტში. ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის მომენტი საზოგადოებისთვის, იგივე მემატიანეები ვართო თქვენ ამბობთ, რომელიც ძალიან დიდხანს გაყვება კომპანიას რეპუტაციულად, ის რა პოზიცია ჰქონდა მას ამ მნიშვნელოვან მომენტში ქვეყნისთვის. გარდა მისი პირადი მოგებისა, რაზეც შესაძლოა ეს პირდაპირ აისახოს სამომავლოდ, ვინ დახარჯავს მასთან ფულს და ვინ არა, რეპუტაციულ, ასე ვთქვათ, პროფესიულ, კარიერულ წინსვლაზე ამ ბიზნესს რამდენად დაეტყობა ეს თქვენი აზრით, ეს თქვენი სუბიექტური აზრი მინდა ვიკითხო. იცით რა, ხო, მაგას მომხმარებელი გადაწყვეტს რა, ჩვენ დავაფიქსირებთ ფაქტს. ფაქტი იქნება ის, რომ ამ მოცემულობაში ეს იყო პოზიცია ან დუმილი, ან საპირისპირო არა, ალტერნატიული გზა ჰქონდა კრიზისიდან გამოსვლის, ან ართულიდან კრიზისი ჰქონდა, ან ეთანხმებოდა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ რელსებზე, ხო? მერე უკვე მომხმარებელი ამას თვითონ გადაწყვეტს რა, აისახოს ეს მის კაპიტულებში თუ არა აისახოს სხვაგან გადავა თუ დარჩება მისი ლოიალური, ეს უკვე მომხმარებლის და თანამშრომლების გადასაწყვეტი არის, ამას რაში გადათარგმნიან. კი ბატონო. უბრალოდ როგორც გითხარით, ვიქნებით მემატიანე, რომელიც 10 წლის შემდეგაც შეგვიძლია რომ გადავშალოთ ეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გიორგი ჩუბოშვილს, პლატფორმა Free Business-ის დამფუძნებელი შემქმნელი იყო ჩვენი სტუმარი.